ღელვარების საგანი გახდა ზოგადად არაბიზაციის საფრთხე და ამას ეს გააძლიერა კიდევ იმან, რომ ესე იგი იმედის ეთერში კომპანიის დაფუძნებელმა წარმომადგენელმა თქვა ესეთი რაღაცა, რომ ამ პროექტის 60% დაახლოებით გათვლილი იქნება უცხოური ბაზრისთვისო და ამან კიდევ უფრო მეტად არგუმენტი მისცა სკეპტიკოსებს, რომ აი ხომ გეუბნებოდით არაბიზაციის საფრთხე აშკარაა და რეალურია, პარალელურად ხშირად გაავლეს ევროპულ საზოგადოებასთან. რა თქმა უნდა, ევროპაში აქტიურია ეს მიგრაციული პრობლემები და ამას თავისი რაღაც პოლიტიკური წარსული გააჩნია. მათ შორის ის, რომ ხა თქვენ წარმოგიდგენიათ, რომ ვიღაცამ ჩაიტანა არაბეთიდან ან აზიიდან პირობითად პირდაპირ ინვესტიცია და ამას მოყვა ეს უცხოელების და ემიგრანტების ნაკადი, ეს არის სიცრუე, მეგობრებო, ხელნაკეთი ნავებით ცდილობენ აფრიკინა და აზიიდან გადაიარონ სიცოცხლის რისკის ფასად ხმელთაშუა ზღვა და მოხვდნენ ევროპაში და ამას თავის ძიმე სოციალური ფონი განაპირობებს და გარდა ამისა ის კონფლიქტები, რომელიც საკმაოდ ცხელი და აქტიური იყო ამ რეგიონებში, განსაკუთრებით უნდა გავიხსენოთ ისლამური სახელმწიფო და მის მიერ მომდინარე საფრთხეები და სირიის ტოლთა ბანაკები და ეს ევროპული პოლიტიკის ნაწილი იყო. ანუ ევროპა თვითონ იყო ღია და ამას ესე იგი ევროპელი ლიდერებიც დაწყებული ანგელა მერკელიდან გაგრძელებული დღევანდელი ადმინისტრაციამდე და ზოგადად ევრობიუროკრატიამდე ისინი ღია იყვნენ და ნებელობა აშკარა იყო, რომ მიიღოთ ეს ტოლთა ნაკადები და თქვენ ისიც გახსოვთ, რომ ხშირი იყო გერმანიის შემთხვევაში, რომ მიგრაციული სტატისტიკა იმალებოდა, არასაჯაროებდნენ იმ კრიმინალურ ვითარებას, რომელიც დიდი წილი მოდიოდა მიგრანტებზე, რომ რაღაცნაირად ეს პოლიტიკური ნებელობა შეინარჩუნებინათ. ანუ შედეგი იმისა, რომ დღეს რაც ხდება ევროპაში, ეს არ არის რაღაცა ინვესტიციებს მოყოლებული ხალხი, ეს არის მათი მიგრაციული პოლიტიკის გამოხატულება, რაც წლების წინ დაიწყო ევროპამ და ევრობიუროკრატიამ. ამის დაპარალელება არის არაადეკვატური და რეალობაში მიზნად ისახავს იმას, რომ ზოგადად ეს არაბიზაციის შიშები გააძლიეროს ამ პროექტთან მიმართებით. ეხლა რო იფიქროთ თქვენ, რომ ეს იგილ ხილციო ჩამოიყვანს მუშახელს არაბეთიდან, წარმოიდგინეთ, რა დონის წამგებიანი ის უნდა იყოს, ხო? სტრატეგია, რომ ათასობით მუშა ჩამოიყვანოს აბუდაბიდან, დაასაქმოს თბილისში და გონიოში და მე ვფიქრობ, რომ არაბები უფრო მეტად გათვითცნობიერებული ხალხი არიან, განსაკუთრებით ვაჭრობაში, ესაბამისად ესეთ წამგებიან პოზიციას არ აირჩევენ. რა თქმა უნდა, ვიღაცები ჩამოვლენ და საუბარია ალბათ რაღაც განსაკუთრებულ წოდნის მქონე ან რაღაცა თავიანთი შეთავაზება იქნებათ მაგალითად ზედამხედველო სამუშაოებზე. მოკლედ ვიღაცები ჩამოვლენ, როგორც მაგალითად ჰუალენგის ინვესტიცია განხორციელდა თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, ჩამოყვა მას გარკვეულწილად ჩინელების, თუმცა უდიდესი ნაწილი ადგილობრივი სამუშაოებისა იყვნენ დასაქმებულები ქართველები და რა ვიცი მე